აუცილებელი იყო რომ ჩემი მოსაზრება მეთქვა საქართველოს მაგალითზე როგორი არ უნდა იყოს გაერო როგორი არ უნდა იყოს და რომ ეს არის ის ორგანიზაცია რომელიც პასუხს აგებს განსაკუთრებით უშიშროების საბჭო ჩვენ პლანეტაზე უსაფრთხოებისა უშიშროებისა და მშვიდობისათვის. რა არის მიზეზი იმისა, რომ უშიშროების საბჭო ასე თავშეკავებულად იქცება და ამდენად ასე ნაკლებად ქმედითია მისი ნებათვიის 21 რეზოლუცია, რომლის შესახებ თქვენ ბრძანეთ გენერალური ასამბლეის ხდომაზე. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის შესახებაც მე ვთქვი, ის არის, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და კერძოდ უშიშროების საბჭო მუშაობს ჯერ კიდევ იმ წესების და იმ დებულების, იმ წესდების შესაბამისად, რომელიც შეიქმნა დაპირისპირებულთა ეპოქაში, ორი დაპირისპირებული ბანაკის დროს. და თქვენ გახსოვთ, რომ მაშინ სწორედ ეს ვეტოს უფლება იყო ის ინსტიტუტი, რაც არეგულირებდა ურთიერთობებს ამ ბანაკს შორის. და მაშინ პრაქტიკულად ასე ხდებოდა. თუ რომელიმე ქვეყნის საქმეებში ან კონფლიქტებში უნდა ჩარეულიყო, აი ეს ქვეყანა ან ერთი ბანაკის გავლენის ქვეშ იყო, ან მეორე ბანაკის გავლენის ქვეშ იყო. ამიტომ რო არ მოხდარიყო განხეთქილება დიდ სახელმწიფოებს შორის და ჩამოყალიბეს ეს ვეტოს უფლება და აკანონეს ვეტოს უფლება და ერთ-ერთ წევრს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ წევრს უფლება აქვს გამოიყენოს ეს ვეტოს უფლება და ფაქტიურად მოახდინოს ბლოკირება ამა თუ იმ გადაწყვეტილებისა. მე ვიმაჩნია რომ დღეს როდესაც კონფლიქტების პროცესის მართვა კიდევ შესაძლებელია და ეს თლაც სოკოებივით არმოდებია მთელ დედამიწას დღეს სწორედ უშიშროების საბჭოს უნდა კონდეს საშუალება გამოიყენოს მშვიდობის იძულების მეთოდი. აი ეს ცნობილი მე-7 სტატია, რომელიც მე ვახსენე. სხვა შემთხვევაში ეთნოწმენდა და გენოციდი შეიძლება ჩვეულებრივი მოვლენად იქცეს, რომელიც გნებავთ სოფლიოს, რომელიც გნებავთ რეგიონში. აი ეს ვეტოს ინსტიტუტის ასეთი აბსოლუტური ძირება, როგორც მე ვთქვი, ამის მექანიკური აბსოლუტური ძირება არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს უმძლავრესი ინსტიტუტი უშიშროების საბჭოსი და მას სხვა შორის გააჩნია კიდე სამხედრო სპეციალური შტაბი, რომელმაც უნდა დაგეგმოს ეს ყველა ოპერაცია და ჩაატაროს. აი ეს ფაქტურად კუტარი დებულებებია, იმიტომ რომ ან ერთ ქვეყანა არ მოისურვებს, ან მეორე, ან მესამე, ან მეოთხე, ან მეხუთე. აი ამიტომ ცოტა არ იყოს გავილაშქრე მე იმის წინააღმდეგ, რომ არ შეიძლება ეს ასე ვთქვათ აბსოლუტური ჭეშმარიტებად იყოს განხილული რაღაც აბსოლუტურ ძალად ვეტოს უფლება და სხვა თუ ეს ასე დარჩება და თუ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ მოხდება მოდერნიზაცია ისეთნაირად რომ მოქმედების საშუალება შეიქმნეს, მაშინ მოსალოდნელია რომ მე ჩამოვთქვი კიდეც რომ 100-ზე მეტი ქვეყნის დასახელება შემიძლია, სადაც ხვალ და ზეგ ვიღაცა ან უმრავლესობა ან უმცირესობა მოისურვებს რომ ჩაატაროს თავის ტერიტორიაზე ეთნოწმენდა და ის ხალხი ვინც მისთვის სასურველი არ არის გამორეკოს.